წარმოადგენს ქართულ წიგნებში უნიკალურ ნაწარმოებს. მოგზაურობა, რეფლექსია და სამართლის ძიება. ანეკდოტებიც კი არსებობს. ცდილობს გამოიცნოს ქართული ხასიათი და მისი კვლევის საგანი არის მთლიანად მთელი საქართველო. მეცნიერული მიდგომა, ასე ვთქვათ, ადამიანის კვლევის. სამართლიანობას ესწრაფვის ყველასთვის. შეიძლება ამას ანარქისტობაც რო დავარქვათ? თავისი აღნაგობით, გარეგნობით, თვალების გამოხედვით, ჩაცმულობით, წიგნის სიყვარულით. თავიდანვე ესეთი ჩვენებით იწყება. როგორ შეიძლება ლიტერატურის შემოტანას ასე ებრძოდე? ორი გზა არის, ხო? ერთი არის სახელმწიფო სამსახურის გზა, მეორე გზა არის, რა თქმა უნდა, აბრაგობის გზა. ამიტომაც ეშინიათ ფილოსოფოსების წერილების და ტექსტების დიქტატურაში. ყველა უბედურია, ყველა იპარავს, ყველა იტყუება, ყველა აფერისტობს. როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და პრობლემა არ აქვს, ეს გრძელდება 30 წამი. ლიტერატურა უბრალოდ ვერ იარსებებს კრიმინალის გარეშე. არ უშველა, როგორ ფიქრობთ, ვეფხისტყაოსნის კითხვა? არ ვიცი. ანტიპრიზი უნდა არსებობდეს, რომელიც რუსებს ოდესმე გადაეცემა. პესიმისტური ტექსტია ჩემი აზრით. მაგ ფრაზას მივუძღვნიდი კიდე ერთ გადაცემას. არ მომწონს ბოდიში ეს სიტყვა. ხა რაღაც ისეც ვიტყვი სკანდალურს. ჩემთვის გახდა ეს ერთგვარი ენიგმა გამოცანა. ქართველების საყვარელი წიგნი დათა თუთაშხია. მოგესალმებით არხმის მინეზე, ჩვენი პოდკასტი ერთი წიგნი იწყება. სანამ დავიწყებთ წიგნზე საუბარს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე. და ასევე მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვაფოლოვოთ ყველგან, სადაც ვართ, Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, დაგვიწეროთ კომენტარები, რომელიც სტუმარს და როგორ წიგნებს ისურვებდით. დღეს ჩემი სტუმარია ფილოსოფოსი ლევან შატბერაშვილი და ჩვენ ვისაუბრებთ წიგნზე, რომელიც თუ ყველას არ წაუკითხავს, ყველას გაუგია და არის ქართველების საყვარელი წიგნი დათა თუთაშხია. ლევან, დიდი მადლობა, რომ მესტუმრეთ და პირველ რიგში მინდა გითხოთ, რატომ აირჩიეთ დათა თუთაშხია ერთ წიგნზე სასაუბრად. გამარჯობა. პირიქით, დიდი მადლობა, რომ მაქვს შესაძლებლობა, რომ ვილაპარაკო ამ წიგნზე და მიზეზი თუ რატომ ავირჩიე, ალბათ მრავალი წიგნიდან, ერთ-ერთად რატომ ავირჩიე დათა თუთაშხია არის ის, რომ ჩემი აზრით დათა თუთაშხია წარმოადგენს ქართულ წიგნებში უნიკალურ ნაწარმოებს, რომელიც შევიდა ჩვენი ყოველდღიური მეტყველების შრეებში. ანეკდოტებიც კი არსებობს მაგალითად დათა თუთაშხიას შესახებ. არის გადაღებული ფილმი, რომელიც არანაკლებ შეიძლება უფრო მეტად პოპულარულია ვიდრე თავად წიგნი, რომლის რაღაცა ნაწილები ყველას აქვს წაკითხული და ბევრს მთლიანად აქვს წაკითხული. ბევრი ლაპარაკობს მასზე და თან ამავდროულად ციტატებად არის დატაცებული და გარდა ამისა მისი პერსონაჟები შეიძლება ითქვას რაღაც ერთგვარ არქეტიპებად იქცნენ, როცა გინდა რომ ძალიან მარტივად და ცხარტად აღწერო ესა თუ ის სიტუაცია, ან ადამიანი, ან პოლიტიკური იქნება თუ ცხოვრებისეული, ანუ ძალიან ყოველდღიური მოვლენა. ეს წიგნი მე ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის, სიმართლე გითხრათ, პირველად როდესაც ხელი მოვკიდე, ეს ახლობით ალბათ მე-9 კლასში იყო. არ გამიტაცა, იმიტომ რომ მისმა ეკლექტურობამ დამაბნია, სიმართლე გითხრათ. მე დიდი ხნის განმავლობაში 3-4 წელი ალბათ საერთოდ აღარ მიუბრუნები ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ ყოველდღიურობაში, თქვათ, მაგალითად, ჩემი თანატოლები, სტუდენტობისას, ხშირად იმოწმებდნენ მას, ბიჭები განსაკუთრებით, როდესაც ლაპარაკობდნენ ისეთ რაღაცაზე, როგორც შეიძლება იყოს სამართლიანობა, ვაჟკაცობა, წარმოდგენა რაღაც აღირებულებებზე, ხშირად იშველიებდნენ ხოლმე დათა თუთაშხიას და ჩემთვის გახდა ეს ერთგვარი, როგორ ვთქვა, ენიგმა გამოცანა თუ რატომ იქცა ეს წიგნი ასე პოპულარული, რატომ შევიდა ლამის ჩვენს პოპკულტურაში, შეიძლება სადღაც რესტორანსაც კი წააწყდეთ, სადაც ქვია, რომ აი დათა თუთაშხიას გამოქვაბული და ასე შემდეგ. მართლა არის ასეთი? კი, არის, ხო, იყო ყოველ შემთხვევაში თუ არ დაიკეტა, იმიტომ რომ საქართველოში რესტორნების
ბედი ხანმოკლეა, როგორც მოგეხსენებათ. ყოველ შემთხვევაში სადღაც ფასანაურისკენ იყო ესეთი დამინახავს აბრა, მე არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა ძალიან გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ძალიან დიდი წრისათვის საქართველოს ქართველების და ხშირად ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება თქვათ რა მორალი, რა ზნეობა შეიძლება გამოვიყვანოთ ამ წიგნიდან, იმიტომ რომ თავად ეს წიგნი თავიდანვე როგორც კი იწყება, ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური ცნება, რომელიც მასში გვხვდება და ის ცნებები დატვირთულია, უნდა ითქვას, არის ზნეობა, როგორი ზნეობის ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, ეს ერთი და მისი კვლევის საგანი არის მთლიანად მთელი საქართველო, ანუ მისი გეოგრაფია. თუ გადავავლებთ თვალს, ხომ, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სამეგრელოთი ან მარტო დასავლეთ საქართველო ან სვანეთი, მთლიანად მთელი საქართველო არის მოცული და ასევე მცდელობა იმისა, რომ მთლიანად მთელი საქართველოს საზოგადოებრივი ფენებიც იყოს აღწერილი. და გარდა ამისა, ეს ფენების აღწერაც უმეტეს შემთხვევაში არის პირველი პირიდან მოთხრობილი. ანუ თავისთავად, მისი ფორმაც საინტერესო იყო, რომ დასაწყისში მე ვთქვი, რომ ეს ძალიან ეკლექტური ფორმისა არის მეთქი, იმიტომ რომ როგორ არის მოყოლილი, ხო, უამრავი ამბავია, ამბები ჩვენებების სახით არის, წერილები, გახსენებები, მოგონებები, რამდენიმე სხვადასხვა ხაზია, ბევრ და არა ქართველი გვაკვირდება კიდე გრაფის ეგეთი. ზუსტად, არა მარტო, ხო, ანუ უნდა ითქვას, რომ ან თავიდან თვითონ ეს შესავალი არის ძალიან საინტერესო. გრაფის ეგედის მოგონება თავად ჭაბუ ამირეჯიბისა, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ცხოვრობდა არისტოკრატი კაცი სოლოლაკში, ნახევარსარდაფში, თუ არ ვცდები, თუ სარდაფში, რომელიც ასწავლიდა გერმანულს. ანუ ეს არის არისტოკრატული წარმოშობის ძალიან განათლებული, ოხრანკის ყოფილი მაღალჩინოსანი, გრაფის ეგედი, უნგრული წარმოშობის, რუსი არ არის და რომელიც წლების განმავლობაში მსახურებდა საქართველოში და როგორც მე თვითონ ამბობს და ირკვევა, ჩამოვიდა საქართველოში იმისათვის, რომ საკუთარი თავი გამოეცადა. ანუ მან თვითონ მოითხოვა მსახურება საქართველოში არ ამბობს, კავკასიაში ამბობს. კავკასიაში თვითონ მოითხოვა ეს ადგილი, რომ თავისი თავი გამოეცადა. ანუ შეიძლება აქ რაღაცნაირად გაგვახსენდეს მაგალითად ლერმონტოვი და მისი ჩვენი დროის გმირი, რომელიც იქ მოგზაურობს ჩრდილო კავკასია, მაგრამ იქაც რაღაც ძალიან ბევრი კი რომანტიკით გაჟღენთილი და სხვა ჰანგზე დაწერილია ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი არის ეს ფილოსოფიური მომენტები, რომლითაც სავსეა დათათუთაშხია და მე მგონია რომ თავად ეს მომენტი რომ ესე ექსპლიციტურად ესე აშკარად ფილოსოფოსობენ წიგნში მისი პერსონაჟები მე მგონი თითქმის არ არსებობს ქართულ ლიტერატურაში და ასე პირდაპირ გიყვებოდნენ ამბებს და ადამიანების და ადამიანის ბუნებაზე და ზნეობაზე საუბრობდნენ. ამიტომ ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა წლების განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე, რომ რაღაცნაირად საერთაშორისო არ მომწონს ბოდიში ეს სიტყვა. მსოფლიო ლიტერატურის და ფილოსოფიის კონტექსტში ჩამესვა, მთლიანად ის პრობლემატიკა, რომელიც დათათათაშხიაში არის აღწერილი და მე ამის საშუალებით რაღაცნაირად რაღაც დასკვნებამდე მივსულიყავი, იმიტომ რომ უმეტესწილად, როდესაც მე ვკითხულობდი, თქვათ, რაღაცა ეგრეთ წოდებულ მეორად ლიტერატურას დათათათაშხიას შესახებ, უმეტესად ეს იყო რაღაც ამ გმირის უპირობო ხოტბა. როგორც ნამდვილი რაინდი ლოკალური რობინ ჰუდი ლოკალური შეიძლება ლოკალური რობინ ჰუდიც რომელიც თლად დიდრებს ართმევს ღარიბს აძლევს მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამართლიანობას ესწრაფვის ყველასთვის არა მხოლოდ თავისთვის არამედ ყველასთვის და თუ შეიძლება რომ ასე ითქვას ეს იყო მიზეზი და მე დროთა განმავლობაში
ნელ-ნელა რაღაცა, როდესაც ადამიანი რაღაცებზე ფიქრობს, ნელ-ნელა სხვა თავის დაუნებურად შემოდის. მე თქვათ რაღაცა სხვა წიგნსაც წაიკითხავ, ან გაგახსენდება ლაპარაკში მეგობრებთან, უცბად შემოდის სხვა პერსონაჟი და გეუბნება, ეს რაღაცას ძალიან წააგავს. აი ეს ყველაფერი და მე იმის საშუალებით შენ ცდილობ, რომ აი ის არ ვიცი, ქართულად ფაზლი როგორ არის, ხო? ფაზლია. არ გვაქვს ეგ სიტყვა მე. ფაზლი, ანუ მოზაიკა თუ კალეიდოსკოპი, არ ვიცი როგორ წინდა, ააწყო და რაღაცნაირად სისტემაში მოიყვანა თუ არის შესაძლებელი და მე ვცადე რომ რაღაცნაირია ესეთი ერთი მთლიანი სისტემური აზრი გამომეყვანა ამ წიგნიდან და რა ვიცი, მგონია რომ ეს სასარგებლო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე საერთოდ ფიქრობ, რომ არა ვარ უბრალოდ ბოდიში მოყვარული ხელოვნებისათვის. მე ვთვლი, რომ წიგნები ყოველთვის იწერება იმისათვის, რომ რაღაც სარგებელი მოგვიტანოს, იმიტომ რომ თავად ავტორები ყოველთვის რაღაცას პატივს ცემენ, ყოველთვის რაღაცას აკრიტიკებენ, ყოველთვის რაღაცას აძაგებენ, ყოველთვის რაღაცას აქებენ და ისინი მიუკერძოებლები არ არიან, როგორ მიუკერძოებლებადაც არ უნდა მოგვაჩვენონ თავი, რომ თითქოს რაღაცა ესეთი step back გააკეთეს ან რაღაცა და იქიდან ობიექტური ლინზით ან ობიექტური მზერით აღწერენ ყველაფერს. არ არსებობს ესეთი ობიექტური ლინზა, შეუძლებელი ადამიანის ტვინი თავიდანვე ყალიბდება რაღაც ტიპის ციტატები და იქნება სუბიექტური, რაც არ უნდა ეცადოს, რომ იყოს სწორ დისტანციაზე მოვლენებისგან, ასე რომ წერალი მაინც ყოველთვის სუბიექტურია, მაგრამ რეზონირდება მერე თუ ბევრ ხალხთან, ესე იგი ბევრ ხალხს ეძლევა ფიქრის საშუალება და აი წეგან თქვენ რო ამბობდით აი ამ საერთაშორისო სოფლიოობაზე ამ წიგნის ფიქრობდი რომ გადათარგმნილი იყოს ბევრ ენაზე იქნებოდა თუ არა ასეთი პოპულარული, იმიტომ რომ რაღაც ტიპის არქეტიპებთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება ნაცნობი იყოს. სამართლიანობის თემა ყველასთვის ნიშნულოვანია და ეს არის მსოფლიო ლიტერატურის თემა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ხო? და რა გვაქვს თან ჩვენ? მოგზაურობა, რეფლექსია და სამართლის ძიება. სამართლის ძიება და ასევე ტრაგიკული გმირი, რომელიც ბოლოს იღუპება. ყველა კარგი გმირი არის ამბივალენტური ხოლმე თანხმებით. ლიტერატურაში ხარ შეიძლება ესე ცალსახად კარგი და ცუდი იყოს, ალბათ ცუდი იქნებოდა ეს ტექსტი, რომ აი დათათუთაშია კარგი, მუშნი ცუდი. ეს ეგედი ობიექტური, ვიღაც სუბიექტური. ეს არ იქნებოდა საინტერესო, იმიტომ რომ ადამიანი არის კონტროვერსიული და ხო, თავად ავტორი რომ შეეცადოს, მე რასაც უყურებ, რომ აბსოლუტურად ესეთი ობიექტური ხედვა შემოგთავაზოს, თავის დაუნებურად მას ეს არ გამოუვა. თუ მექსიკური სერიალის სცენარს არ წერს. ხო, უბრალოდ მექსიკური სერიალების დავიწყება ხდება ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივად, ხო? ანუ ეს არის და ანუ ეს წიგნები, რომლებიც სათაობებზე ახდენენ გავლენას, აი მათი დავიწყება არ ხდება და ამ საზრისებს, რომელსაც თქვა თვითონ ავტორი თulis რომ ობიექტურ საზრისს გვთავაზოს, იმას კიდევ თაობათა საზრისები ემატება და თაობები რაღაცეებს ძენენ. რა აზრი შეიძლება იყოს ჩადებული, შეიძლება თავად ავტორმაც შეიძლება ავტორსაც არ ქონოდა ბოლომდე ეს გააზრებული და ამაზე ხშირად თქვა წერენ, თქვა იქნება ეს ელიოტი, რომელიც ამბობს რომ და არა მარტო ელიოტი, ბორხესი შეიძლება გავიხსენოთ, ხო, ამ შემთხვევაში, რომელიც აი რომელსაც აქვს დაწერილი არაჩვეულებრივი მოთხრობა პიერ მენარი, დონ კიხოტის ავტორი, სადაც ის ამბობს, რომ პიერ მენარი დონ კიხოტის პირველ რამდენიმე თავს წერს მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ იმ საზოგადოებრივ და ისტორიულ კონტექსტში ბევრად უფრო რთულია იგივე რაღაცის დაწერა, ვიდრე ვთქვათ სერვანტესის დროს და სერვანტესი მისი აზრით ვითომ, ეს ნახევრად ხომ უფრო ზედაპირული იყო და მას უფრო უადვილდებოდა ამ ნახევრად იუმორისტული ტექსტის დაწერა და მე მგონია რომ დათათაშხიაშიც შეიძლება ამგვარი რაღაც აღმოვაჩინოთ. მე პარალელებს რო ვავლებდი, მათ შორის დონ კიხოტთანაც დონ კიხოტზეც ვიფიქრე, მაგრამ ერთი რაღაცა არის, რომ დონ კიხოტი თავად კომიკური გმირი არის. თავის ტექსტიც ირონიულია. ირონიულია. დათათაშხია არ არის ირონიული, თვითონ ირონიულ ძალიან მწარე სარკასტულ პასაჟებს ვიპოვით, როდესაც ის თქვათ რაღაცას კომენტარს უკეთებს ამა თუ იმ გმირის ლაპარაკს, ანუ მოქმედებას, მაგრამ თავისთავად მისი მოქმედებას მკითხველი ვერ აღიქვავს, როგორც აი ეს რაღაცა
გროტესკულად შეიძლება ითქვას, ხო? ეს ერთი ანუ. მეორე რაც თქვათ მე გამახსენდა ამ შემთხვევაში ესე არქეტიპი გამახსენდა ოდისეა, რომელიც აი რაღაცა ძალიან ეს ჩონჩხის დონეზე გავს. რათა თუ დაშხიას, ხო? ოდისეა როგორი მომენტია, ხო? ეს ძველი ანუ ერთ-ერთი ალბათ თუ საერთოდ იწყება ლიტერატურა, ერთ-ერთი დასაწყისი ალბათ ოდისეასთან და ილიადასთან გვაქვს, რა თქმა უნდა. და ოდისეაში არის ესეთი მომენტი, რომ ოდისევსი გადის სახლიდან, ამ შემთხვევაში სამართლიანობის საძებნელად არ გადის, ოდისევს საერთოდ არ უნდა რომ სახლი დატოვოს. ლეგენდა როგორც გვეუბნება, რომ როდესაც მიაკითხეს ოდისევს, მან თავი მოიგიჟიანა და დაიწყო თავისი მიწების ხნა და მარილის ჩაყრა და თუ არ ვცდები რომელი აღარ მახსოვს რომელიღაცა გმირმა პატარა ტელემაქე ჩაუგდო ხნულში და მაშინ გაჩერდა ოდისევსი და იძულებული გახდა რომ ჩაბმულიყო აი ამ უშველებელ ლაშქრობაში. ეს ერთი და იგივე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახლის დატოვების მოტივი ნამდვილად არის, რომ დათა თუ დაშხია ტოვებს სახლს იმის გამო, რომ მას ესე იგი ოჯახის ღირსების ან თავისი პირადი ღირსების ძალიან სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე დაცვის გამო მას უწევს გააბრაგება. ну როგორი ამბავია თავიდანვე ესეთი ჩვენებით იწყება, ანუ ის მამაკაცი რომელიც თან როგორაა ხო აღწერილი და თათო დაშხიას ხათაშორის უნდა ითქვას რომ თავიდანვე არის აღწერილი რომ ის მეჯოგეა ანუ გლეხია ხო ანუ ეს არ არის არისტოკრატი მაგრამ თავისი აღნაგობით, გარეგნობით, თვალების გამხედვით, ჩაცმულობით, წიგნის სიყვარული და ასე შემდეგ ვერ განირჩევა ქართველი სხვა თავადაზნაურებისგან. მოკლედ სულიერი არისტოკრატია შეიძლება ითქვას, ვერ გაარჩევ. და თან საკმაოდ მკაცრი ადამიანია, მას ყავს და ელე და ეს ელე არის ისეთივე სილამაზის რომ ადამიანი იფიქრებდა ზუსტი ციტატა რო თქვათ რომ ანუ ელე თუ ვინმე შეიძლება დაბადებულიყო ზღვის ქაფიდან ეს ელე იყო ხო ანუ სიყვარულის გაღმერთია და რუსი ესეთი რომანტიული და ესე ხელოვნებისადმი მიდრეკილი გადამდგარი ოფიცერი რომელიც გადაწყვეტს რომ იქ ახლო სადაც ძალიან ლამაზი ხედებია ის ხედები დახატოს და გამხატრებულია ესე რომ ხელოვნად არის ქცეული მასთან აქვს რაღაცა პლატონური ურთიერთობა და ერთად არიან ტახტზე წამოწოლილები სადაც შეუსწრებს დათა თუ დაშხია და ერთგვარი დუელი მთლად არ არის რაც მათ შორის მოხდება იმიტომ რომ სეკუნდანტები არ არსებობს ეს რაღაც ჯენტლმენური შეთანხმება თუ არ ვიცი რაღაც ესეთი რაღაცა არის და ტრაგიკულად თავდება სასიკვდილოდ დაჭრის და რუსების ჩვენ და მის ინტერესს სიყვარულს და მოწონებას სულ პრობლემები მოაქვს კი, ნამდვილად. ხო, ესეთი რაღაცა ხდება და მას შემდეგ დათა თუ დაშხია გავარდნილია სახლიდან. ხო, პირველი რაც უნდა ითქვას, ხო, ანუ ეს იწყება და უნდა ითქვას, რომ ჩვენ თქვით, რომ აი ძალიან ბევრი შრე არის და ძალიან ბევრი ამბავია. ხო, აი მოსე ზამთარაძის მოყოლილი, სხვა ასე შეგვეულები არსებობს, მიწერმოწერა, თქვა დათა თუ დაშხიას წერილები არსებობს და ასე შემდეგ, ასევე პატაკები, როგორც ვიცით, რაღაც მიკანდროქირია, რაღაცა სწובה და ბევრი რამე არის. მაგრამ მუდმივი ხო ზარანდიები ცალცალკე რაღაცეებს ყვებიან, ხო, ანუ ესეთი რაღაცა, მაგრამ სულ მუდმივი ხაზი და ანუ უწყვეტი ხაზი, რომელიც ამ რომანს მუდმივად გასდევს, ეს არის გრაფი სეგედის ხაზი და თუ დავაკვირდებით სტილისტური თვალსაზრისით გრაფი სეგედის ხაზი არის ყველაზე დახვეწილი ხაზი ამ რომანში. ამიტომ ხშირად ვიღაცები ამბობდნენ ავთენტიკურობაშიც შეჰქონდათ ხოლმე ამ ნაწარმოების ცნობილი ქართული ლეგენდა ხო რომ აი ჭაბუ ამირეჯიბს არ დაუწერია რაც მე არ ამგონია რომ ასე იყოს მე მგონია რომ მისი დაწერილია რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო არ ვიცი შეიძლება თვითონაც ერთ-ერთ ინტერვიუში რომელიც წაკითხული მაქვს იქაც არის რომ ლაპარაკი რომ თვითონაც მე მგონია ესე ირიბად აღიარებსავით რომ დათაშხია მას ყველაზე კარგი გამოუვიდა და ესეც არის ხო წერლებს ყოველთვის აქვს თავისი საყვარელი და საუკეთესო რომანიც შეიძლება ითქვას მაგრამ ყოველ შემთხვევაში
აი ეს ხაზი რუსი ოხრანკის ოფიცრის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მართლაც მცდელობაა, ასე რომ ვთქვათ, რომ ყველაზე ობიექტურად მოგვაწოდოს ესა თუ ის შეხედულებები, ანუ ეს ამბები და თან ამავდროულად სხვა ამბებზე კომენტარიც არის. ანუ ის სხვა ამბები, რაც ვთქვათ, ხდება, მერე გაანალიზდება სეგედის ჩანაწერებში და ეს ძალიან რაღაცნაირად ანუ იმ ეკლექტურობას, რომელიც აქვს ამ რომანს, რაღაცნაირად ფორმას არ აკარგვინებს და რაღაცნაირად სარტყელია შეიძლება ითქვას რომანის და კრავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა უბრალოდ რაღაცა რაღაცით გაფანტული ისტორიების კრებული. მართლაც რობინ ჰუდი რო ახსენეთ, რაღაც რობინ ჰუდის შესახებ მოთხრობები. რაღაც სათავგადასავლო მომენტი. ეში გავარდნისა და ვაჟკაცობის ისტორიები და ეში გავარდნისა და ვაჟკაცობის ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებენ სხვადასხვა გმირები. საინტერესო იმით არის, რომ ადამიანის ბუნების ამოცნობის ცდელობა, გრაფის ეგედის უცდილობს გამოიცნოს ქართული ხასიათი, ამ დათა თუთაშხიას ფსიქოტიპი და ეს ძალიან საინტერესოა, თქვა მეცნიერული მიდგომა, ასე ვთქვათ, ადამიანის კვლევის, ხო, რა ფენომენის კვლევის, ის სადაც არის ის ადგილი აინტერესებს, ხო, ეს კავკასია, რატო არის ასეთი, როგორ არის, როგორ ყალიბდება იქ ადამიანი და რა мотиваციები აქვთ გმირებს, ხო? მუშნიზარანდია და დათა თუთაშხია მისი ინტერესის საგანი და ცდილობს გაარკვიოს რა არის მამოძრავებელი ძალა ამ გმირების და თავადაც თან ხო ჩანს, როცა ვიღაცაზე ლაპარაკობ, თავადაც ჩანხარ. ადვილი თუ რთული ადამიანი ხარ. ხო, ეს რა თქმა უნდა, აი თქვათ მაგალითად დასაწყისშივე რასაც ამბობს, რომ როდესაც შევიდა თვითონ პატარა, ანუ თავის თავს ოდესაც აღწერს, ოდესაც შედის სეგედის სარდაფში, საიდანაც მე ეს ბავშვები დაიტაცებენ მის ჩანაწერებს და გაფანტავენ, ზოგს დაწვავენ, ზოგს რაღაცა და ასე შემდეგ, მე ესო შეაგროვებს და მე თვითონ ივლის, ანუ იგივე გზას გაივლის, რასაც დათა თუთაშხია სხვათა შორის უნდა ითქვას, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეკრებდა, ხო, ან თვითონ ამბობს, რომ გრაფის ეგედის ეს ნაწერები შევაგროვებ, მაგრამ ზოგი დამწვარი იყო, ზოგი დახეული იყო და ასე შემდეგ, მომიწია რომ იმ ხალხთან მივსულიყავი და ეს მხოლოდ და მხოლოდ მეხუთედია თუ მესამედია იმისა, რაც უნდა ყოფილიყო, მომიწია რომ მივსულიყავი ამ ადამიანებთან და აქაც ფაზლის პრინციპი რომ შემეგროვებინა, შემეკრა და მე ეს გრაფის ეგედის ხაზი გამეტარებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რა თქმა უნდა. მაგრამ როდესაც შედის იმ ოთახში, გრაფს ეგეთს აქვს პატარ-პატარა ქანდაკებები თუ ფიგურები შეიძლება რომელსაც თვითონ ამზადებს და ეს ფიგურები შეიძლება ითქვას არის ის ფიგურები, რომლებიც მე წიგნში პერსონაჟებად განსხელდებიან და გრაფის ეგედი აკვირდება ქართველებს შეიძლება ითქვას. ანუ ეს შეიძლება ითქვას ერთგვარი აი ევროპელის მზერა ქართველების მიმართ და სიმართლე ითქვას ამავდროულად, როდესაც ის წერს თქვა თავის პერსონაჟებზე, მხოლოდ ორადორი ადამიანია, რომლის მიმართაც აშკარა სიმპათიას გამოხატავს მუშნი და დათა, ესე რომ თქვა დათა და მუშნი, მაგრამ და რაღაც აქ არის კიდევ აი არის თუ არა გენეტიკისა და ეპიგენეტიკის კვლევის ელემენტებიც არის აქ, იმიტომ რომ ესენი ერთ ოჯახში რომ დაიბადნენ და ერთნაირი ზნეობრივი პრინციპები აქვს თუ მათი ცხოვრებისა და ფუნქციების სხვადასხვაობა მერე გამოიწვია სხვადასხვა ცხოვრებისეული გზა, მაგრამ რაღაცა ზნეობრივ მიდგომებს თითქოს მუშნიში და დათაში ესეც თავიდან აიგივებს, ხო, რომ აი მუშნიც წესიერი ადამიანად იწყებს, ოღონდ ემსახურება მუშნი და დათა არიან გვანან ერთმანეთს ძალიან, ანუ ვიღაცები ამბობენ, რომ მოკლედ ორეულები არიან, ხო, ეს გენეტიკაა. გენეტიკაში გამოიხატება მათი ხასიათიც, ანუ მათი სიმტკიცეც, რა თქმა უნდა, თუმცა ორი გზა არის, ხო? ერთი არის სახელმწიფო სამსახურის გზა, რომელიც აირჩია მუშნიმ, მეორე გზა არის, რა თქმა უნდა, აბრაგობის გზა, შეიძლება ითქვას, ანუ შეიძლება ამას ანარქისტობაც რო დავარქვა? კი, სხვათა შორის რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ აი ანარქისტად უნდა მოვიხსენიო თუ არა, დათა თუთაშხია. მithumetes რომ ჩვენ გვაქვს ეპიზოდი, სადაც ანარქისტებით იმედ გაცრუებული დათა თუთაშხია
თუთაშხია ყავს, რომ არ გამოვა მაგათგან პოლიტიკოსებიო. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს უფრო ქრისტიანული ანარქიზმი შეიძლება იყოს რაღაც დონეზე. ანტისახელმწიფოებრივი, ნამდვილად არის ან სახელმწიფოს ძალიან სერიოზული კრიტიკაა მთლიანად ამ წიგნში და უნდა ითქვას, რომ დიდი იმედები სახელმწიფოსი ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად აღარ აქვს. აი ხა თქვენ მიმიყვანეთ იმ აზრამდე სინამდვილეში, რატომ და რა მაღიზიანებს მე როგორც სახელმწიფოს მომხრეს, სახელმწიფოს ქონის მომხრეს, აი ამ უნდობლობა ალბათ სახელმწიფოს არქონის მიმართ ზოგადად. თორსა ადამიანს უწევს საკუთარი ზნეობრივი პრინციპები გაატაროს და ეს ყოველთვის თავდება ხოლმე აი ასე. მაინც თან გვაქვს წარმატებული სახელმწიფოს მაგალითი. ევროპა ჩემთვის არის ამის მაგალითიც და სწრაფვის საგანიც, ხო? შეიძლება სახელმწიფო იყოს არამოძალადე. კი, ეს ტრაიბალისტური ის, რასაც აქ ხედავთ, კიდე უფრო საშიში არის. აი, საინტერესო მომენტები ნამდვილად არის მან, რომ აი წარმოიდგინეთ სახელმწიფო, ან პირველი რაც მე მინდა ვთქვა, ანუ ყველა წერალი და ყველა ნაწარმოები ჩემი აზრით და ჩემი აზრი ნამდვილად არ არის უკაცრავად, რომ ესე დავისაკუთრე, უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, იმ თავის ეპოქის კონტექსტში, როდესაც ის იწერებოდა და იმ ეპოქის კონტექსტშიც ალბათ რაზეც იწერება, ხო? ერთი არის რა, რომ დაიწერა 60-იანი წლების დასაწყისი თუ არ ვცდები, 62-71 წლები დაახლოებით, 10 შეიძლება 72, 10 წლის განმავლობაში იწერებოდა, თუ არ ვცდები ეს რომანი, ანუ ეს უკვე პოსტსტალინური პერიოდია, როდესაც გამოვიდა ლაგერებიდან და დააღწია თავად ჭაბუამი რეჟიმმა ამ თავის ტუსაღობას და ამავდროულად უნდა ითქვას, რომ თვითონ იწერება ეს მე-19 საუკუნის ბოლო 1905 წლის რევოლუციაც არის შესული. იწყება 85-დან დათა 19-ის არის, ხო? ანუ მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი. ანუ არც იქ ვართ თავისუფლები და არც დაწერის დროს. არც დაწერის დროს და არც იქ, მაგრამ ორი განსხვავებული სახელმწიფოა, უნდა ითქვას, ერთი საბჭოთა კავშირია, მეორე არის რუსეთის იმპერია და სხვათა შორის, როდესაც თქვათ ბოდიში შეგაწყვეტებთ, აქ მე მგონი მუშნი მართალია, რომ კიდევ უარესი მივიღეთ მე იმპერიის დაშლის მერე ხოთა. კი, შეიძლება. თუმცა, სხვათა შორის დასაწყისისათვის უნდა ითქვას, რომ აი დასაწყისში როგორ არის, რომ სეგეთს არც გადასახლება არ შეეხება და არც რა ქვია, დახვრეტა ან სხვა რაღაცნაირი სასჯელი, იმიტომ რომ როგორც ირკვევა, სეგედი უთანაგრძნობდა რევოლუციონერებს. და უნდა ითქვას, რომ ბოლო ნაწილშიც კი არა, პროფესორი დათაშხია, რა თქმა უნდა, სულ მუდმივად უარს ამბობს პოლიტიკაში მონაწილეობაზე, მაგრამ დათათაშხიაც უთანაგრძნობს გარკვეულწილად რევოლუციონერებს. თლათ ასე არ არის, რომ აბსოლუტურად თავიდან საერთოდ ისედაც პროაქტიურად უთანაგრძნობს ანარქისტებს მაგალითად, მაგრამ რაღაც იმ ფულის არასწორად გადანაწილების და არაკეთილსინდისერის აქციების გამო კარგავს ნდობას აი იმ კონკრეტული ჯგუფის მიმართ, მაგრამ ხო, სეგედი რო უთანაგრძნობს რევოლუციას, ეს ჩანს ამბოხებული ადამიანის მიმართ ემპათიაში, როგორც დათათუთაშხა თუ მოგწონს, ესე იგი იმ რაღაცა ესეთი სტაბილური წესრიგის მკაცრი ხელის და იმპერიის მომხრე ბოლომდე შეიძლება არ ხარ. თუ ოდნავ მაინც გაინტერესებს ისეთი ფსიქოტიპი, როგორც არის დათა, ხო? მანდაც ჩანს, რომ მისთვის ახლა არ არის ეს იდეა ფიქსი იმპერია. მუშნი უფრო იმპერიალისტია. ხო, მუშნი თავიდანვე ცოტა ესეთი მექანიზებული არსებასავით ჩანს, იმიტომ რომ მაშინ პირველივე დიალოგი, რომელიც ჩვენ გვხდება მუშნისთან, არის ეს ძალიან ცნობილი გამონათქვამი, რომელსაც ხშირად ხმარობენ, რომ ადამიანს კი არ უნდა იყოს ჯამაგირი, არამედ ჯამაგირს უნდა იყოს ადამიანი, ესეთ რაღაცას. აი, მაგ ფრაზას მივუძღვნიდი კიდე ერთ გადაცემას, რა ტიპის მორჩილებას. მაგრამ სხვათა შორის ამასაც რო დავაკვირდეთ, ბოლომდე აიხმანისის ნოტები მოაქვს ცოტა. კი, არის ამაში, ხო, რაღაც მომენტი არის, მაგრამ ერთი რაღაც არის, რომ იქ ის ამბობს, რომ ეს ჯამა მე მაგალითად
სამთუმანზე არ დავთანხმდებოდი, გავაკეთებ მაგრამ ხუთად გავაკეთებდი, იმიტომ რომ ხუთი თუმანი და ესეთი რაღაცა კონკრეტული დრო სამუშაოსი მე მემაძლევს კიდევ დამატებით 4 საათს იმისათვის რომ კიდევ დამატებით ჩემთვის იმუშაო. ეს არ არის ჯამაგიერი, ეს არის დამატებითი შემოსავალი და ჯამაგიერი ესე იგი თვლი რომ სწორად დაგიწესა. კი, სწორად დაგიწესა, ხო, ნუ ეს ხო, ანუ ის ბედნიერია, კი, ამ იმით და უნდა ითქვას რომ სხვა დანარჩენი პერსონაჟები თავიანთი ჯამაგირით და შემოსავლით ამ ნაწარმოებში თითქმის არ არის კმაყოფილი, ხო? ყველა უბედურია, ყველა იპარავს, ყველა იტყუება, ყველა აფერისტობს, ყველა კლავს ფულის გულისთვის და ასე შემდეგ. უმეტესობა შეიძლება ითქვას, ან მთელი კალეიდოსკოპი არის ამ დანაშაულებების, თუმცა ვისაც ფული აქვს, ისიც კიდევ უფრო ხარბია. ანუ ფულის ქონაც არაგვარის პრობლემას და აქ უკვე მუშნის გამართლება შეიძლება, რომ არასდროს საკმარისი ფული არ არსებობს, ყოველთვის მეტი გინდა. ხო, ანუ ორი გზა არის. შეიძლება ითქვას, ანუ სხვა გზები როგორც ჩანს გამორიცხულია, რომ სამართლიანად იცხოვრო. მუშნისაც რაღაც გარკვეული სამართლიანობა აქვს, მუშნის უყოველთის ამბობს, რომ მე ეს კაცი უბრალოდ იმიტომ კი არა, რომ მე მინდა რომ დავიჭრო, ის ბოროტ მოქმედია და იმის გამო არის, ხო? ანუ დასაპატიმრებელი და ეს ანტისახელმწიფოებრივი, თქვათ, ხაზი, რომელიც არსებობს, მან უნდა რაღაცნაირად დაამარცხოს, იმიტომ რომ დათათუთაშია ერთადერთი ფიასკოა შეიძლება ითქვას მუშნის კარიერაში ის ვერ ახერხებს მით უმეტეს მუშნის წარმატებების საჩვენებლად რამდენი რთული кейსია ხო ნაჩვენები აი ეს ლიტერატურა რო შემოგთ როგორ სპეცოპერაციებს ატარებს როგორ შეუძლია ოღონდ სულ ფიქრობდი რატო არ აინტერესებს სინამდვილეში რა როგორ შეიძლება ლიტერატურის შემოტანას ასე ებრძოდე ხო მაგრამ აი იცის ზუსტადაც რომ სახელმწიფო შეიძლება ტექსტმა დაამარცხოს როგორც ჩილერი ამბობდა კონტრაბანდას თავით გადაიტან ბოლო-ბოლო იმ ტექსტს ხო რო კი ამიტომაც ეშინიათ ფილოსოფოსების წერილების და ტექსტების დიქტატურაში ხო, ну, რახან ესე შორიდან პლატონს გაკარით კბილი, შეიძლება ითქვას, რომ კი ესეა, ხო. და პლატონზე შეიძლება რამდენიმე სიტყვა ვთქვათ, იმიტომ რომ პლატონიც არის ერთ-ერთი ის კაცი, რომელიც ერთ-ერთი არა, პირველი, ჩემი აზრით, რომელიც მიხვდა რომ ლიტერატურა ძალიან საშიშია სახელმწიფოსთვის. ანუ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ პირველად როდესაც წავიკითხე პლატონის სახელმწიფო, ეს ჩვენ სტუდენტები რო განვიხილავდით, ვამბობთ, რომ ეს რა სულელი კაცი იყო, რომ ხელოვნება აკრძალა, ხო? და სულელი კი არა, ძალიან ჭკვიანი კაცია პლატონი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ხვდება რამხელა ძალა აქვს ტექსტს, რამხელა ძალა აქვს ფილოსოფიას, რამხელა ძალა აქვს ლიტერატურას და როგორ შეიძლება ადამიანის ცნობიერება და მოქმედება და მთლიანად ერთ ცხოვრების წესი. და მე თან ხო არსებობს ამ ტექსტების არასწორად გაგების საშიშროებაც, რასაც ეხლაც ვაწყდებით, აი რატომ აქვს დემოკრატიას პრობლემა, რომ ფაქტიურად რაღაც ტექსტთან შეხება ყველას აქვს. არა ისეთთან თქვენ რო გიყვართ შეიძლება ლიტერატურასა, მაგრამ სტატუსებთან, ტვიტებთან, ანუ სულ არის საინფორმაციო ზედმეტობა, რაც ქმნის ზოგჯერ რაღაც ბოდვით სისტემებში შედიან ადამიანები, ზოგჯერ პირიქით რეფლექსზე და ანუ ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემაა, როცა ადამიანი იწყებს თუნდაც ვდარად აზროვნებას, ხო? და ეს არის ტექსტი და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე შეუძლიათ თუ არა კი აი ჩემ პოდკასტში ხშირად გქონია ეს საკითხი ყველა სტუმართან გვაქვს ხოლმე ის აი შეუძლია თუ არა შეცვალოს ადამიანი ტექსტმა და შეიძლება მისი რაღაც დეტერმინირებული ხასიათი არ შეცვალოს მაგრამ ფაქტია რომ ყველა სახელმწიფოსთვის რომელიც არ დგას განათლებულ ადამიანზე პრობლემაა ტექსტი ცუდიც კარგიც საშუალოც და გადასარევი ხო საერთოდ ამის მაგალითი ბევრი გვაქვს რა თქმა უნდა ნუ არ ვიცი თუ ვთქვათ ახალგაზრდა ვერთერის უნებებს გავიხსენებთ იქ თვითკვლევების სერია მოყან მაგალითად კლაისტის შემთხვევა მაგალითად გერმანულ ლიტერატურაში ეს უკვე ლიტერატურული ტექსტის გამო არ მოუკლავს მას თავი. მან წმინდა გონების კრიტიკის კითხვა დაამთავრა, დახურა და დაიხალა ტყვია თავში. ნუ თავის რა სამწუხაროა, როცა ასე კარგად შეგილია ტექსტი გაიგო და მე მოქმედებაში მოიყვანო ეს რომ არაფერს აზრია. კი, არაფერს აზრია. ხო, და დათათუთაშხეც ხო ასეა. აი ჩვენთვის რომანტიზებულია აი ეს. მე ყველანაირად ვეწინააღმდეგები ხოლმე ზოგადად აი ამ რაღაც კანონიერი ჩარჩოდან გასულ ახსრულებულ
სამართალს. იმიტომ რომ ქრისტიანობამ გითხრა ჯერ რომ მე დავსჭი ვინც რამეს დააშავებს და მე კონსტიტუციამ და კოდექსმა რომ მე დავსჭი, მაგრამ ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, იცით რა არის, მე პირადად დათოთაშხიას თუ თქვათ რაღაცა კრიტიკული ნოტებით შევხედავ ცოტათი, მხოლოდ და მხოლოდ არა იმიტომ რომ თქვათ ის კანონიდან არის გასული, იმიტომ რომ რეალურად ლიტერატურა უბრალოდ ვერ იარსებებს თავისთავად კრიმინალის გარეშე, იმიტომ რომ ვერ ამუშავებ. ნუ რომანტიზმის გარეშე ხო, ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო რომანტიზმის, ხო, შენ თუ უბრალოდ თქვათ არ აამუშავე, თქვათ მაგალითად რასკოლნიკოვი და მას არ მოაკვლევინე როგორც ავტორმა ადამიანი, მაშინ ეს წიგნი ვერ დაიწერება. მე ჩემს პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ როგორც სცენარისტი, რომელსაც 13 წელი საყვედურობდნენ, რომ რატო არავინ არ არის ბედნიერი. და რატომ ყველას რაღაც პრობლემა აქვს, სულ ეს პასუხი არის კლასიკა სერიალის წერის თუნდაც ან სცენარის, რომ ვერ დაწერ, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და პრობლემა არ აქვს, ეს გრძელდება 30 წამი ეს თემა. მიყვარხარ, მეც მიყვარხარ და დავიშალე და თუ არ არის რაღაც პრობლემა და თუ ვიღაც რაღაცას არაშავებს, არ გაქვს ამბავი. ეს კი, მაგრამ აი როცა შენ სოფხედველობრივად მოგწონს დათათუთაშხია უფრო ვიდრე ვთქვათ კარგი პოლიციელი, აი იტალიასთან მაგალითად მაფიასთან ბრძოლის ფარგლებში რა შეეცადა იტალიური კინო, რომ პოლიციელი ყოფილიყო კაი ტიპი ასევე. ანუ საინტერესო თავის ადამიანური შეცდომებით რაღაც ინსტიტუციას უძღვნი მას რა ქვია ტექსტ თუ პიროვნებას ამასაც აქვს ხომ მნიშვნელობა. იგივე 12 განრისხებულ მამაკაცში მაგალითად რა არის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტია რომანტიზებული. ყველაფრის რომანტიზება შეიძლება და ყველაფრის ისე ჩვენება, რომ ხალხს მოეწონს და დათათუთაშხიას აქვს ეგ გავლენა, რომ აი თვითონ დასაჯოს, თვითონ თავისი დის გამო, თავისი რაღაც წესები აქვს, ვიღაცას დაეხმარება. აი ხლისტებს რო ეხმარება, იქ რას ხედავს, რა გამოცდილებას იღებს, რომ რაც არ უნდა დაეხმარო ადამიანებს, ფეხზე რო წამოდგებიან, ხდებიან ხარბები, უმადურები, მაგრამ მერე სხვაგან რომ მიდის იგივე არქიფოს სამფლობელოში, ხო? იქ რატომ არ ახსოვს თავისი გამოცდილება, რომ კი ადამიანები თუ არ ამყოფე აი ამ სტრესში, მერე ხდებიან ბუდარა და ბუდარიხა, ხო? ხო, ნუ ბუდარა და ბუდარიხა აქ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ აქ კიდევ დამატებითი მომენტია, რომ ისინი რუსები არიან და სექტა ხო, ანუ აი თქვენ წარმოგიდგენთ პირველი ამბავი, აი სადაც ჩვენ ნახულობთ, რომ დათათუთაშხია ამყარებს სამართალს, არის ეს კამათლის ამბები, სადაც მას ლუკას სახელით არის იმალება და რო გაარკვევს რომ ვიღაცეები თქვათ ადამიანებს ატყავებენ, იგი გადაწყვეტს რომ რაღაცას მოიგონებს და ასწავლის როგორ მოუგოს კაზინოს, ესე რომ ვთქვათ, ხო? თლად კაზინო არ არის, კუჩაში მაგრამ იგივე პრინციპია. იგივე პრინციპია და აი ამ უსამართლობას ებრძვის და მე თან რაც ძალიან მნიშვნელოვანია იქ რა არის, რომ სენტიმენტი მას აქვს ქართულ ხელოსნებთან. ანუ ის ამბობს რომ მოდი მე ახლა ქართველი ხელოსნების დუქნებში დადის უფრო მეტად ან მათ სახელოსნოებში და ასე შემდეგ იქიდან მოყავს ეს მოთამაშეები და იმათ აგებინებს და ამიტომ ბუდარა და ბუდარიხა ამ შემთხვევაში როგორი არის მე ეგრე მგონია რომ აქ კიდევ ეს ცალკე რაღაცა სტაროვერები არიან ხო თუ ხლისტები ხო ესე და არ არიან ქართველები და ამ შემთხვევაში სეთურის შემთხვევაში მე მგონია რომ ჯერ კიდევ აქვს მას ქართველებისადმი რაღაც გარკვეული სენტიმენტი, რომ ქართველებს უნდა თავიდან ქართველებს უნდა გაუმართოს ხელი. ბუდარა და ბუდარიხაზე დარწმუნდა, რომ თლათ აღარა საჭირო. მაგრამ ეს დათა დარწმუნდა და სინამდვილეში ადამიანი არც ისე განსხვავდება ერთმანეთი. ადამიანები არ განსხვავდება, ისიც არის სექტა, ესეც არის სექტა და სექტის ქცევა, როგორც კი ეხმარები ვიღაცას იქ ჩანს, რომ ის მერე შეიძლება კიდე უფრო მოძლიერებულზე კი არ გაიაზროს რამხელა სიკეთეში ჩავარდა, არამედ პირიქით გახდეს თავადაც, როგორც აი ძალადობის ხორპლი რომ მოძალად ხდება, ისე დაავიწყდეს რა გაჭერვებიდან ამოვიდა. და აი აქ თითქოს გამართლებულია, რომ ეხა არქიფოსეთური თუ მისცემს ამ ხალხს თავისუფლებას, რა მოხდება არავინ იცის, ხო? ეს არ ჩემი აზრი არ არის, მე არ ვთვლი, რომ ეხა ადამიანები ესე ტოტალიტარულ სისტემაში უნდა ჩაკეტო და ამყოფო, მაგრამ დათას აქვს ეს გამოცდილებაც, როცა ეხმარება, ეს არ მთავრდება, გათავისუფლება არ არის ზოგჯერ მადლი ადამიანებისთვის შეიძლება. კი, აი ხა კარგი სიტყვა ახსენეთ, გამოცდილება და მე მგონია რომ დათათუთაშხიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აი გასაღები რაც შეიძლება იყოს რომ მისი ფილოსოფიის ეს არის გამოცდილების ფილოსოფია. რაც პრინციპში შეიძლება ითქვას რომ
ჩემთვის ვქოთ მაგალითად პროფესიით ფილოსოფოსი ვინც ვარ, არ ვეთანხმები ამ ყველაფერს და საერთოდ ახლა აი პლატონი რახან ვახსენეთ, პლატონი არის ის, რომ როგორ შეიძლება დაიძლიოს გამოცდილება, ანუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს რაღაცა მეტაფიზიკური პრინციპი, რომლის საშუალებითაც მერე შენ შეგიძლია იმოქმედო. ხო, აი პლატონი მაგალითად რას გვეუბნება? კი გავაკრით ეგეთ, რომ მასში არის რაღაცა ტოტალიტარიზმის ელემენტები, მაგრამ 2400 წლის წინანდელი ტექსტებში დღევანდელ თქვათ ბრალდებებს შევიტან ძალიან თანამედროვე. რა ეს ხო ძალიან ვულგარული იქნება, ხა გავაკრიტიკოთ, მაშინ რატო ვფიქრობდა ესე? ხო, პოპერი აკეთებს ხოლმე ეგეთ რაღაცებს, რომ რატო არ უნდა თავისუფალი ბაზარი პლატონს და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, მაგრამ ანუ მე რას ვამბობ, აი სახელმწიფოში არის არაჩვეულებრივი მომენტი, ხო? ანუ სახელმწიფო რომელიც არის მისი ცენტრალური ნაწარმოებები პლატონის რითი იწყება. ზუსტად იგივე თემაა და საერთოდ მაგალითად ბევრი ფილოსოფოსი, ვთქვათ, ჰეგელიც შეიძლება იყოს ეს და ვთქვათ, თანამედროვე უფრო თანამედროვეებისგან დერიდაც ამბობენ, რომ ფილოსოფიის მთავარი შეკითხვა არის, რა არის სამართლიანობა. ანუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენ გარემო ისეთი, რომელიც იქნება სამართლიანი. კი, და დერიდა იმასაც ამბობდა, რომ დემოკრატია შეჭამს მე დემოკრატიას და ასეც ხდება. ახლა ამას უყურებთ. პლატონი ამბობდა, რომ დემოკრატია შეჭამს. პლატონი ამიტომ იყო მომხრე ხო ალბათ. არ ენდობოდა ადამიანებს ისე, როგორც საჭიროა, რომ პლატონი ენდობოდა იდეებს შეიძლება. იდეებს ზუსტად და არა ადამიანებს. ან პლატონისთვის რო გვეკითხა მაგალითად, რომ აი რატო არიან სახელმწიფოში ადამიანები, ბოროტები და ხარბები და არ ვიცი 1000 გვარი ნაკლით დაჯილდოებული ის გეტყობოდა რომ ეს ადამიანები კი არ არიან ცუდები თავისთავად, არამედ კანონები და სისტემაა ცუდი. აი ეს მომენტი. კი, მეც ესე ვფიქრობ. აი ეს მომენტი არ არის დათა თუთაშხიაში. დათა თუთაშხია აკვირდება ადამიანებს და რას ამბობს? ხო, რომ გავაგრძელოთ ისაზე, გამოცდილების ფილოსოფია. გამოცდილების ხო. მოქმედებს გამოცდილები და გამოცდილება მუდმივად მისი სუბიექტური სამართლიანობის და ყოველ დასტურყოფაზე, ასე რომ ვთქვათ, როდესაც ის რაღაცნაირად გააკეთებს სამართლიან საქციელს ჩაიდენს, მას უტრიალდება. ხო, აი ესეც ხო ცუდად უტრიალდება, ესეც ძალიან ცნობილი გამონათქვამია, რომ ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა და ასე შემდეგ. ხო, ესეთი რაღაცეები არსებობს და მოდებულია ეს. მაგრამ ანუ დათა თუთაშხია მთელი წიგნის განმავლობაში ვერ ახერხებს რომ ავიდეს, ჩემი აზრით, აი იმ ძალიან მნიშვნელოვან ფილოსოფიურ პოსტულატზე, რომელიც გაცდება სუბიექტური ადამიანის მიერ დამყარებულ სამართალს, რომელსაც თქვა პლატონი თავიდანვე აი თავის წიგნში ტრასიმაქეს პირით ამბობს, რომ სამართლიანობა არის, როდესაც მტერს მიუძღვი საზღაურს და მოყვარეს კი დაეხმარებით, ეს არის ვისაც რა ეკუთვნის ხო, მაგრამ ხო, ვინ საზღვრავს, ვის რა ეკუთვნის, აი ეგ. როგორც კი შედის ამ პოლემიკაში პლატონი, აღმოაჩენს, რომ ამგვარი დამოკიდებულებით, აი რასაც როგორც მოქმედებს დათა თუთაშხია, ჩვენ მივდივართ სწორედაც რომ ძალიან ცუდ მდგომარეობამდე და ამიტომ ის ამბობს, რომ სამართლიანობა ეს ვერ იქნება სუბიექტური პრინციპი, სამართლიანობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოში. ხო, ამიტომ ინსტიტუციებია მთავარი და არა აი ეს რომ ჩემდას რაღაც დაუშავეს და მე ვიწიებ შურს. მაგრამ აი დათა თუთაშხიას პრობლემა რა არის? იგი აკვირდება სინამდვილეს და ამ სინამდვილის იქით ესე რომ ვთქვათ მეტაფიზიკას ანუ რაღაცა პრინციპს, მეტაფიზიკურ პრინციპს თავად არ აგებს. მე ვერ ხედავ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან არ როგორ ფიქრობთ ვეფხისტყაოსნის კითხვა? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში არ ეყო დრო თუ არ ეყო. მე ესე აი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოხრჩა, მე გამომრჩა, აი ამ თვითონ სტრუქტურაზე, როდესაც ვლაპარაკობთ ამ ნაწარმოების, ხო? ეს არ არის ვეფხისტყაოსანის სტრუქტურაზე აგებული ნაწარმოები. კი, რა თქმა უნდა, 200-ზე ხანდახან აქ ლათინური ციტატებიც ხდება და ასე შემდეგ და თავად ხო მისი ესეთი სულიერი შვილი ხო, ანუ მასაც ლათინურის მასწავლებელს დაუქირავებენ და ევროპულ კულტურასთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის ეს ევროპულ კულტურასთან დაკავშირებაც ძალიან საინტერესო, მუშნი ზარანდია ევროპული კულტურიდან, როდესაც ერთ-ერთი უფრო მაკიაველის ახსენებს. ანუ ცოტა უპრინციპო
პოლიტიკის ფილოსოფოსს და არა თქვათ სხვა მოაზროვნეებს, რომლებიც ყოველში, მე ხა მაკიაველიზმი ცოტა რთულია ყოველში იმ გაგებით, რა გაგებითაც მაკიაველიზმის აი ეს კლიშე არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ გაგებით მიზანი ამართლებს საშუალებას და ხოლმე რაღაც დაწინაურების მერე. კი, ნამდვილად ასე იქცევა. მაგრამ ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ აი ამ მომენტს, დათათაშხია ვერ ქმნის აი ამ თავის წარმოდგენას, რომ როგორ შეიძლება ხლისტები იქნებიან ეს რაღაცა ნარდის თუ კამათლის მოთამაშეები, ყომარბაზები იქნებიან, არქიფოსეთურის ხალხი, ფირალები, ყანდური თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება მათი მოთვინიერება სახელმწიფოებრივი ზნეობით და რატომ? ამის პრობლემა სწორედაც რომ არის იმაში, ჩემი აზრით, რომ მას აქვს გამოცდილება საშინელი სახელმწიფოსი. თუ თქვათ რაღაცა სახელმწიფო არსებულა, ჯერ თვითონ ავტორს აქვს თავისთავად საშინელი სახელმწიფოს გამოცდილება, საშინელი საკონცენტრაციო ბანაკები და ასე შემდეგ, ლაგერებში აქვს გამოვლი თვითონ ბევრჯერ გაიქცა და საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა, რა თქმა უნდა. და თვითონ ის ეპოქა, რომელსაც აღწერს, ისიც საზღარია, ოხრანკა, რუსეთის დაუნდობელი იმპერია, აი ეს ჩვენ რო საუბრობდით, სანამ დავიწყებდით საუბარს, აი ეს ჭორების გავრცელების, შანტაჟის, მოსყიდვის, მოტყუების და აბსოლუტურად უზნეო პრიზი უნდა, უბრალოდ ანტიპრიზი უნდა არსებობდეს, რომელიც რუსებს ოდესმე გადაეცემა, როცა დამარცხდებიან, აი ეს სისტემა რა კარგად შექმნეს. უდიდესი ტროლბოტობის სისტემა და ჭორების დახვეწა. ნამდვილად, ხო, აქაც ძალიან სერიოზულადაა, ხო, ან მთელი რიგი ხალხი არის. აქ და როგორი სწორი პრინციპია შერჩეული, რომ დაყავი და იბატონე, ეხლა რუსებს არ მოუგონით, მაგრამ რა კარგად იყენებენ ამას პრაქტიკაში. როგორ აჩხუბონ ერთმანეთთან და როგორ ბინძურად ამავდროულად, ხო? ანუ ეს არ არის. ეს არის ჩემი სადარდებელი დღესაც საქართველოში. ხო. და ამიტომ მე მგონია, რომ თუ თქვა კრიტიკულად შევხედავთ რაღაცნაირად დათათაშხიას. ამ შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რომ იგი ვერ ხედავს, შეიძლება ითქვას, სამართლიანობის შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან. და არა მარტო დათათაშხია, არამედ სეგედიც, რომელიც ყველაზე დახვეწილია, ყველაზე კარგად ესმის ამ ყველაფრის, თვითონ ამ სისტემის წარმომადგენელია და მერე ბოლოს და ბოლოს განუდგება ამ სისტემას, ხო, ანუ გვერდზე გაიწევა რაღაცნაირად. ისიც ვერ ხედავს ამ შესაძლებლობას და პირდაპირ გამოცდილებიდან იღებს სახელმწიფო რა არის. იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე, ანუ თქვათ ფილოსოფია და ეს ფილოსოფიური წიგნია, რა თქმა უნდა. ფილოსოფია რა არის, ხო? არის არა მხოლოდ და მხოლოდ თქვათ გამოცდილებისეული სიბრძნე, არამედ ცოტა უფრო მეტი. იმიტომ რომ გამოცდილებას და სიბრძნეს ახასიათებს ერთი ძალიან ისეთი საინტერესო რამე. გამოცდილება ყოველთვის მართალია, ოღონდ პოსტფაქტუმ. ხო, ანუ თქვენ თქვათ რაღაცას გადაწყვეტ, ამას ჟიზეკიც ლაპარაკობს ერთ-ერთ ვიდეოში სხვათა შორის და ძალიან ისეთია, მახვილგონიურულია. ხო, ანუ როდესაც თქვათ ვიღაცა ვიტყვი, რომ მე ფილოსოფია მიყვარს, მაგრამ სიბრძნე არ მიყვარს. რას ნიშნავს სიბრძნე არ მიყვარს, ხო? ანუ მაგალითად როგორი რაღაცა, თქვათ ვიღაცა მოდის თქვენთან და გეუბნებათ, რომ მე მინდა, თქვათ თქვენი მოწაფე სტუდენტი ან რაღაცა. მე მინდა რომ გავხდე მომღერალი და თქვენ ეუბნებით ვინც არ მიდის რისკზე, ის შამპანოსაც არ სვავს, ხო? გავა რამდენიმე თვე, არ გამოუვა მომღერლობა, თქვენთვის გაიფიქრეთ. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარიმის. ყოველთვის მართალი ხართ. თქვენ სიბრძნის საშუალებით ყოველთვის შეგიძლიათ რომ გაამართლოთ ეს ყველაფერი. ერთი მომენტია, როცა ცდები, როდესაც ახდენ პირადი გამოცდილების გენერალიზაციას. კი, ამას ვამბობ. ხო, სიბრძნე არის ალბათ ის, რომ ეს არ გააკეთო. ფილოსოფია არის ალბათ უფრო მეტად, იმიტომ რომ ფილოსოფია შეეცადა რომ გამოცდილებას რაღაცნაირად დაშორებოდა და მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებიდან გამომდინარე სამართლიანობის პრინციპები არ შემოეტანა. არამედ უფრო სერიოზული პრინციპები, ან მაგალითად თქვა. ხო, რომ რესენტიმენტსაც აცდე ამით ახლა რაღაც პირად გამოცდილებაზე. რა თქმა უნდა, აი მაგალითად მორალური ქცევა, როდესაც თქვა ჩვენ ლაპარაკობთ, ხომ? ანუ აი მორალურ ქცევაზე, თქვა გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიაში.
კანტი რას გვეუბნება? ჩვენ არა ვართ ორიენტირებული შედეგზე, ანუ გამოცდილებაზე არა ვართ. მე მთავარია ვიყო მორალური, მაგრამ იქვე და შეიძლება ჩვენ აქ თუთაჩყია დავაკავშიროთ, მაგრამ იქვე ის ამბობს, რომ მე ჯერ ეს მორალური პრინციპები უნდა დავამტკიცო და გამოვიყვანო ინდივიდუალურ დონეზე და ვიცოდე როგორ უნდა მოვიქცე. და მე ეს კოლექტივში და მე ეს უნდა ავიყვანო ინსტიტუციურ დონეზე, ანუ თვითონ ინსტიტუციები უნდა ვაქციოს ზნეობრივ ინსტიტუციებად. რომ გაჩნდეს კოლექტიური მორალი, რომ კოლექტიური მორალი გაჩნდეს, დიახ. აი მაგალითად, ხო, აი ევროკავშირის იდეა, სადაც არის პირველად შემოტანილი კანტის არაჩვეულებრივ ესეში, მარადიული მშვიდობისაკენ, იქ ამბობს პირდაპირ ესეთ რაღაცას, აი თავებია, რომ მორალისა და პოლიტიკის შეუთავსებლობა, შეთავსებულობა და ასე შემდეგ, აი როგორ შეიძლება ეს ერთი და იქვე ამბობს ეს ძალიან საინტერესო რაღაცას, რომ ჩვენ თუ სახელმწიფოს დავაფუძნებთ მორალურ პრინციპებზე, მისი მაცხოვრებლები ტოტალურად ეშმაკები რომც იყვნენ, მათ მოუწევთ რომ მორალურად მოიქცენ ფორმალურად. მაინც. ანუ ფორმალური პრინციპი მე თანახმავარ. მოიქცენ ფორმალურად. ხო, ანუ ჯერტი ეს ჩვენ ვიცით რომ ყველა ადამიანი ეშმაკი არ არის, ამ წიგნშიც არ არის, ხო, ყველა ადამიანი ეშმაკი, მეორე კარგი ადამიანია. და მეორე ჩვენც ხო გამოცდილება, მაგალითად, სულ მომყავს მაგალითად, რომ როგორც კი ქართველი მაგალითად, ჩემთვის მტკივნეული თემა, ეხლა ქართველებზე რო ამბობენ, რომ ამათგან არაფერი დადგება, არ გამოვა, აი ქართველი მოხვდა მაგალითად ექიმია გერმანიაში, ხო, ვთქვათ. გადასარევად კარგ სისტემაში არის პროფესიონალიც, ემპათიურიც, დაწინაურებაც ხშირად ხდება და იქაური მორალის გამზიარებელი ყველანაირად. ანუ თავარი მაინც არის, რა სისტემაში ხდება ადამიანი. აქედან განისაზღვრება მისი ქცევა. ამიტომ არ მჯერა ხოლმე აი რაღაც ინდივიდუალური სამართლიანობის დამყარების, ან ეპიზოდურად შეიძლება აღსრულდეს ახლა. მეც თუ სახელმწიფოს იმედი არ მაქვს, მაშინ მე უნდა დავსაჯო ჩემი მტერი, ხო? და ზოგადად ეს პრინციპი მოსახლეობის მოწყობის არ მაწყობს. მე პირადად, რომ ყველამ თავისი სამართლიანობა შემოიტანოს. ჩვენ გვჭირდება ეს კოლექტიური მორალი. რა თქმა უნდა, ინსტიტუციონალიზირებული. ანუ Wild West-ი არ უნდა დავამყაროთ, რა თქმა უნდა. ნუ არა, რა თქმა უნდა, ეს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არის პარტიები, რომელიც Wild West-ის პრინციპს. კი, როგორ არა, ნუ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ აი შპარში რო ზის 18 წლის გამყიდველი პატარა ციფრიფანა გოგო, მას უნდა კონდეს რაღაც იარაღი უნდა ედოს დახლის ქვეშ და ეს არის ჩემი აზრით ყველა, ვინც არის. ხა რაღაც ისეც ვიტყვი სკანდალურს, მაგრამ უნდა ვთქვას, უმიდო ძალიან მარცხნივ ვინც არის აბსოლუტურად ენდობა ანუ კაცობრიობას და ძალიან მარჯვნივ ანუ საერთოდ რაღაც Wild West-ის პრინციპზე და ესენი ჯერ ერთი ძალიან გონან ერთმანეთს და მე არიციან ბიოლოგია და ანთროპოლოგია ზოგადად ადამიანს რა ჭირდება იმისთვის რომ ამოძრეს იმ სპარის გამყიდველობიდან თავისით ეს არ ხდება ამას ჭირდება პირობები რომელსაც შექმნის სახელმწიფო და რა თქმა უნდა ხა დიდი სახელმწიფო დიდი საფრთხეა ტოტალიტარიზმის, მაგრამ თლად პატარაც სხვა რაღაცების საფრთხეა. ამიტომ ცენტრი არის ყველაზე კაი, ყველაფერი გარშემო კარგად ჩანს ცენტრიდან. მეც ესე ვფიქრობ რა, მე პირადად ვფიქრობ, რომ აი მაგალითად აი ესე რომ გავიხსენო, თქვათ, ჰეგელის ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოებია თუ ბოლო არა. არის ანუ ინგლისური საგადასახადო სისტემაზე არის ლაპარაკი და დღესაც ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი რომ თავისუფლება არის დაბალი გადასახადები, არათავისუფლება არის მაღალი გადასახადები და ჰეგელი ამბობს ძალიან საინტერესო რაღაცას, რომ თავისუფლება დაბალ და მაღალ გადასახადებში კი არ არის, არამედ როდესაც ხალხი ხვდება ამა თუ იმ მომენტში მას დაბალი გადასახადები სჭირდება თუ მაღალი. კი. ხო, ანუ ნორვეგიაში ცხოვრობს თუ ვენესუელაში. რა გჭირდება დღეს რომ ეს გავაკეთოთ და რა გჭირდება, რა დაგჭირდება ხვალ რომ ეს გავაკეთოთ. ხან როგორც ოჯახში ვიქცევით, ხო? ანუ სუმუდმივად ხო არ ვამბობთ რომ პრინციპი არის ის რომ მთლიანად დავზოგოთ თქვა შვილზე. კი. აზროვნებაც რა არის, ანუ ქცევის კორექცია კონტექსტის გათვალისწინებით, ხო? ის რაც 100 წლის წინ შეიძლება რელევანტური იყო, წელს აბსოლუტურად სხვა საჭიროებები ქონდეს. აი საბანკო სისტემაზე ამბობდა გიორგი ქადაგიძე ერთხელ, რომ თავიდან საჭირო იყო ბანკის გაძლიერება და ეხლა საჭიროა მისი რეგულაცია, ანუ სხვადასხვა საჭიროებები აქვს, როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ ალბათ ჯობია რომ კაპიტალიზმი სწრაფად განვითარების, აი როგორც პოლონეთს ქონდა ბალცეროვიჩის რეფორმა და მე უკვე ხა მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ სამაგერო ცხოვრებას ხო მეც ვაკვირდები და ამიტომ აი ეს რაღაც ბალანსირება და კონტექსტის და საჭიროებების მიხედვით
გადაწყვეტილების მიღება არის აუცილებელი და მე მჯერა რომ პოლიტიკაშიც ასეთი ხალხი გვჭირდება, ვინც რაღაცა საიხო არის ქართული სიამაყე, რომ აი მე 1992-ში რასაც ვაწვებოდი, ისევ იმას ვამბობ და ამ დროს სამყაროში დაინგრა თავიდან აშენდა და ახლა ისევ ინგრება. კი, აზრის საუკეთესო გამოვლინება არის ის, რომ შეგვიძლია აი შეცვალოთ. წეგან ვფიქრობდი, ჩვენ დღევანდელ დღეს შეიძლება ზუსტად დათა თუთაშხია გვჭირდება და არა მუშნის არანდია, ხო? ამ წუთას მე მზად ვარ კოლექცია გავუკეთო ჩემს შეხედულებას ზოგადად ასეთი კაცების მიმართ. ვინც ხელში იარაღს თავად იღებს, მაგრამ ნუ ეხლა ვხედავთ, რომ ალბათ შეიძლება კანონიდან გასული სახელმწიფოსთვის ხალხის დასამყარებელი, ან ინდივიდების დასამყარებელი გახდეს სამართლიანობა. ფაქტია, რომ ინსტიტუციურად ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, ხო? კი, ნამდვილად. და არის კიდევ აქ ერთი მომენტი, როდესაც თქვათ ამ მომენტზე ვლაპარაკობთ. ანუ რას ვამბობ, რომ აი ამ ნაწარმოების როგორ ვთქვათ, აი მე ტრაგიკული დასასრული აქვს, ხო? ანუ ჩემთვის ძალიან ცუდი ეს დატოვა, ანუ განცდა, რომ გამოუვალობის განცდა და ნუ გამოსავალიც შეიძლება ვნახოთ რა გამოსავალია, მაგრამ რამდენად გვჭირდება, ეს მეორე საკითხია. ანუ როგორც ვთქვათ, შეიძლება ერთი ადამიანისთვის, ხო? ანუ მაგაზეც შეიძლება ეს გამოსავალი იყოს, მაგრამ საზოგადოებისთვის თუ არის დათა თუთაშხიობა გამოსავალი, ეს მეორე საკითხია, ხო? ანუ ისევ და ისევ ანტიკურ ფილოსოფიასა დაუბრუნდეთ, ხო? ხო, მაგრამ შეიძლება იყოს, ანუ ეს გაჩნდა ეს ვარიანტი ერთ-ერთი, რომ ვთქვათ. კი, შეიძლება, მაგრამ ანუ მე ბოლომდე იმიტომ რომ ეს ისედაც ხო ესახდება, როცა სახელმწიფო აღარ რეაგირებს არანაირ უსამართლობაზე, თავისთავად ჩდება ალტერნატიული საჭიროებები სამართლიანობის დამყარების. თუ შენ გიჭერენ იმის გამო, რომ ტროტუარზე დგახარ, აღარ ვლაპარაკობთ უკვე იქ იმას. მე აღარ მაქვს ასეთი სახელმწიფო სიმბოლო. ხო, ეს სახელმწიფო აღარ არის, ხო, ანუ ხა ვისთან მიდიხარ? ხო, ანუ ერთი რამე არის, ანუ აი წარმოიდგინეთ, ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე, არის ესეთი რაღაცა, რომ სახელმწიფო რა შეიძლება იყოს და გვეუბნებიან. აი სახელმწიფო არის ის, რაც აქ და ახლა. რა არის აქ და ახლა დათა თუთაშხიასთვის და ეს ადგილი მინდა რომ წავიკითხო. აუცილებლად წავიკითხო. და მე მგონია რომ ეს მისი ბიოგრაფიული მომენტებიდანაც და ან თავისი გამოცდილებიდანაც გამომდინარეობს და გამოცდილებიდან გამომდინარე ლოგიკური დასკვნა, თუმცა არ ვთვლი რომ ეს უნდა იქცეს მაგალითად განზოგადების საგნად. ამას თვითონ გრაფის ეგედის თავი არის ერთ-ერთი, რომლებიც გვეუბნება. და დასკვნას აკეთებს სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ყველაფერმა, რაც ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვნახე, განვიცადე, აღვიქვი, ისეთი რწმენა შემიქმნა, რომ სახელმწიფო არის ნელ-ცეცხლზე მოთუხტუხე, ვეებერთელა სალაფავიანი ქვაბი და მოქალაქე ქვაბთან ჭიპლარით მიერთებული არსება. დგება დღე თავს იჩენს სრულიად გაუგებარი საჭიროება, რომ საკვები მილი ვიღაცამ მაკრატლით გადაჭრას და აი მაშინ ატაცებულ აფოფინებული დარბის ათეულობით მილიონი ადამიანი ყოველ მათგანს თავისი ჭიპლარი უჭირავს და ზოგი ძველ ქვაბთან კვლავ მიერთებას ლამობს, ზოგი ახალს დაეძებს, ზოგი მხოლოდ მის წარმოდგენაში არსებულის პოვნას არის გადაგებული და ეს ორომტრიალი გრძელდება იქამდე, სანამ ვინმე ძველსავე ქვაბს სხვა საღებავით შეალამაზებს და ახალ სახელს შეარქმევს. მაშინ ჭიპლარები ისევ ტკიპებივით ეკვრიან ქვაბს და ქვეყანა გიეს უკუნისამდე. ძალიან პესიმისტური ტექსტია ჩემი აზრით და ამავდროულად ძალიან ზუსტი აღწერა იმისა, თუ რა შეიძლება იყოს რუსული იმპერია. და ზოგადად გამოსავალს არ გიწერს, მაგრამ ხვდები, რომ ქვაბის თლიანად შეცვლა არის თავარი, რომ აღარ არსებობს ეს. შეუძლებლობას გეუბნება ამ შემთხვევაში, რომ ქვაბი არ იცვლება. ხო, უნდა შეიცვალოს. ხო, ანუ სინამდვილეში ეს ერთი. მეორე მოქალაქეები აქ აღწერილია როგორც ბავშვები, რომლებიც მიბმულნი არიან ჭიპლარით. ანუ არასრულწლოვანებაზე არის აქ ამ შემთხვევაში როგორ ვთქვათ, მითითება. ხო, ინფანტილიზმი, არასრულწლოვანება, რომელიც ვთქვათ, მაგალითად კანტთან როდესაც ვლაპარაკობთ, რა არის განმანათლებლობა, ის გეუბნება. განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა იმ არასრულწლოვნებიდან, ქართულად თარგმნილია, ქართულ თარგმანში თარგმნილია არა უმციფრობას წერეთ, თუმცა Unmündigkeit
გერმანულად არასრულწლოვნებაც არის და მგონია რომ ეს თარგმანი მე უმწიფრობა უფრო მომწონს. იყოს მაშინ უმწიფრობა. არა, ხო, ზუსტი. ხო. უფრო გულზე მოსახვედრი. კი, შეიძლება, ხო, ანუ აქ გვაქვს ჩვენ ლაპარაკი ბავშვებზე. ან ბავშვი ვინ არის? ბავშვი არის ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. ანუ სახელმწიფო დასახლებულია ამ შემთხვევაში ბავშვებით, რომლებიც ელოდებიან, რომ ამ თავის ჭიბლარს რაღაცას მიაბავენ და მე იქიდან წამოვა ეს რაღაცა სალაფავითან. კარგი არაფერი არ მოდის. 45 წლის კაციც და კი, რა თქმა უნდა, შეიძლება 80 წლის. ბიოლოგიურად გადაბიჯებული უკვე დიდი ხნის წინ ამაზეა საუბარი, ხო. ამიტომ მგონია, რომ უმწიფრობა ამ შემთხვევაში შეიძლება. მარადიული ბავშვობა. ხო, მარადიული ბავშვობა, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება საოცნება იყოს, მაგრამ რეალურად მას ეს ჯოჯოხეთი მოაქვს, რომ მას შენ იკვებები, არა ჯამრთელი საკვებით, არა იმით, რასაც შენ თვითონ მოიპოვებ, არამედ რასაც გაძლევს ეს სიბინძურით, სალაფავით სავსე ქვაბი. და მუდმივად ავრცელებთ ამ პროპაგანდით, რომ ჩვენგან მაინც არასდროს არაფერი არ დადგება. აი ამ ქვაბიც რო არ მოშორდე. ხო, აი ამ ქვაბზე უნდა იყოს ჩამოკიდებული სულ მუდმივად და ეს ის უნდა გკვებდეს. რაღაცა შეიცვლება, თან გეუბნებიან, რაღაცა დადგება საჭიროება, როდესაც ამ ჭიპლარებს ჩაჭრიან, მაგრამ მერე ისევ მოგვარდება ყველაფერი, უბრალოდ შეღებავენ, რაღაცა ფასადურს, როდესაც ამბობდნენ ხოლმე ხშირად, უბრალოდ შეღებავენ ამ ქვაბს და მერე იგივე გრძელდება, იგივე სალაფავი, იგივე სალაფავს აჭმევენ თავიანთ მოქალაქეებს. პრინციპში ჩვენ 200 წელია ზუსტად ამას უყურებთ. კი, რა თქმა უნდა, ამაზეა საუბარი. მანამდე კიდე 500-იც იყო, აქ არის დათა თუთაშხიში, რომ მანამდე სახელმწიფოს გამოცდილება არ ქონდა, ხო, ჩვენ სულ რაღაც ამ ამბავში ვიყავით, რომ აი ჩამოყალიბებული სახელმწიფო სისტემა არ ქონდათ, საუკუნეების მანძილზე იყო ეს სულ პრობლემა, რაღაც ეპიზოდების გამოკლებით, ხო? და საიდან შეიძლება ქონდეს ეს ცოდნა? აი ეს ხაზი მე ამას ვამბობ, რომ არის ძალიან პესიმისტური ხაზი და ხშირად მიფიქრია, რომ აი შეიძლება ალბათ ყველაზე პესიმისტური რომანი არის, რომელიც ჩვენ გქონია, იმიტომ რომ აი მაგალითად კვაჭი კვაჭანტირაძე კი, ცუდად მთავრდება და ასე შემდეგ, მაგრამ ის გაშიშვლება ყველა კვაჭი არ არის. კვაჭი კვაჭანტირაძე ამას არ გვეუბნება. კვაჭი განსაკუთრებული მოვლენაა. ხო, ტრიქსტერია და ყველა ეგეთ ვერ იქნება. ნამდვილად ვერ იქნება. მაგრამ აი საქართველო ან აი სახელმწიფო როგორც გვაქვს, აი სახელმწიფოში აი ამ ციტატას თუ ყველა ამგვარი გაფუჭებული ბავშვია. რომელიც თვითონ შრომისკენ და შრომის ეთიკაზე არ ფიქრობს, არამედ ფიქრობს იმაზე, რომ რა გამოტყუოს თან არც არაფერი, ხო? ანუ როგორც ხშირად არის ხოლმე, ხო, რაღაცა მათხოვრული ხელფასი, არაფერი და ამის გამო მე იძირება სახელმწიფო რაღაცა კორუფციაში და ასე შემდეგ. წარმოდგენა იმ შესახებ, რომ მართლა შეიძლება არსებობდეს 300,000 გერმანელი გვჭირდება ჩამოვიყვანოთ. არ ვიცი 300,000. 30 რო ჩამოვიდა არ ეყო და მე მაგალითად მჯერა იმისა, რომ აი რასაც თქვენ ამბობდით თავიდან, რომ ანუ სწორი სისტემა შეცვლის ამ ყველაფერს და 300,000 გერმანელი თუ ჩამოიყვანენ, შეიძლება პირიქით იგივე მოხდეს. აბსოლუტურად გეთანხმებით, გერმანელიც ნანახი მყავს აქ კორუფცია რო ასწავლეს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისები ესეც უნდა ვთქვათ, მაგრამ ვიგულისხმე რომ მოგვეხმარონ აი ამ სისტემით. კი, რა თქმა უნდა, ნუ არა ჩვენი ცოდის დოკუმენტაციაში თქვენ ალბათ როგორც ფილოსოფოსი ხშირად აწყდებით, რამდენად უყვართ გერმანელებს ყველაფრის დოკუმენტირება, სტრუქტურირება, დაწერა, ჩვენ რაც კარგი გვაქვს, ისიც არ არსებობს იმის დოკუმენტი, აი ჩვენ მართ ლაპარაკის ხალხი და არა ჩაწერის და შენახვის და შპარენის და ასე შემდეგ და აი შპარენი თავარი სიტყვა. ხო, და გვასწავლონ რაღაცეები, ხო? ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მე კარგი მაგალითი მაქვს, მაგრამ სოფლები რა კარგად აქვთ გაკეთებული და რა ლამაზად და როგორ ესთეტიურად. ერთი მომენტი არსებობს მან, რომ აი მაგალითად, როდესაც გვაქვს საუბარი ისეთ თქვათ ავტორზე, როგორც ჰეგელია, ჰეგელს უწერია ძალიან საინტერესო რაღაცა, სხვათაშორისო. გერმანელის ნაირი უსაქმური არაფრის მაქნისი არსება
არ არსებობდა საერთოდ აი ისტორიის გარიჟზე, გერმანელების ისტორიის გარიჟზე, რომელიც თელ თავის წელიწადს ატარებდა დათვის ტყავზე გორაობაში და ნადირობაში. მერე როგორ მოხდა, თქვათ, ქრისტიანული მორალით, არა მარტო, თქვათ, ისევ კაპიტალისტური ძვრებით, სამუშაო ეთიკით, პროტესტანტული, ბევრი რაღაცით, აი ამ ყველაფრის ტრანსფორმაცია, აი ეს არის სასწაული. ნამდვილად მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქართველები ვართ ამ გზის გამვლელი ერი. ჩვენ შეგვიძლია ამის რა არის ამისთვის საჭირო უბრალოდ გადაცემაში ვერ ვიტყვით. ვერ ვიტყვით ბოლომდე რა ჩვენ საერთოდ ამ გადაცემაში ამ წიგნსაც ვერ განვიხილავთ ბოლომდე, იმიტომ რომ გერმანელებს ეხლა რომ ძალიან არ გავსწრეთ ერთსაც ვიტყვი და დავუბრუნდეთ ჩვენს დათას, მაგრამ გერმანელებს ეხლა ისიც დაემართათ, რა ქვია, ჰიტლერი, ასე რომ და მიუხედავად რომ ჰაიდეგერი ყავდათ მაგრამ აქედანაც ამოვიდნენ. ანუ ეს არის მუდმივად ტრანსფორმირებადი, მაგრამ დღეს ეს მოცემულობა ჰაიდეგერსაც დაემართა. ხო, ჰაიდეგერს თვითონ დაემართა, ხო, რაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ დღეს არის ეს მოცემულობა, რომ ეს არის თუ რამე გინდა მოიწიო მასალა, გამართული, სტრუქტურირებული გერმანელებზე კარგი წყაროები არ არსებობს და ფილოსოფიაც ხო გამოყვებეს ჰოლივუდიდან ქართულ ფილოსოფოსამდე ყველა, ხო? ფიქრით ინტერფრაგენ თუ რამეა არის გერმანული ამბავი. ჩვენი ფილოსოფია დღეს თუ არსებობს, გერმანული ტრადიცია და ამავე ტრადიციაზე ვდგავართ. 18-21 წლებმა ძალიან გვიშველა ჩვენ და ამიტომ ამბობ გერმანელები ეს ხო. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა. თუმცა ერთი რაღაცა არის, რომ ჩემი ეს რატომ ამბობ, რომ რა არის რატომ მაწუხებდა ესე რომ თქვა რომ დავიწყეთ თქვა ეს საუბარი, ხო? მაწუხებდა იმით, რომ ჩვენ მთელი წიგნი გვიმტკიცებს იმას, რომ შეხედეთ ეს კაცი არის საუკეთესო კაცი. და ეს კაცი ბრუნდება სახში, ანუ მოივლის მთელ საქართველოს, ბევრი უბედურება გადახდება, ხან სადღაც შეეცდება, რომ სამართლიანობა დაამყაროს, ხანდახან შეეცდება, რომ საერთოდ გვერდზე გადგეს ამ სამართლიანობისგან, რაღაც ადგილებში საერთოდ სულ მარტო ფილოსოფოსობს და ასე შემდეგ, ხო და მერე ბოლოს არის რა, რომ მეოთხე ნაწილში და ეს ნაწილები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ღვთაებასავით ამბობს, რომ იქცა იგი ღმერთად, ხო? ანუ დათა თუთაშხია და თუთაშხა თვითონ ძველი ქართული მითოლოგიის მთვარე, როგორც ღმერთი ეს ღვთაება და ასე შემდეგ. და როგორ გააღვთოვდა, მაგრამ ეს განღვთოვება არის ძალიან პრობლემატური ჩემი აზრით, რომ სიკვდილია. ანუ რაც გვეუბნება, რომ დათა თუთაშხია როგორც არიარა, როგორც ოდისევსმა მაგალითად, ხო, ოდისევსი რა არის? ოდისევსი არის გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, არ უნდოდა სახლიდან წასულიყო, მოუწია ეომა, იქ გადარჩა, 10 წლის განმავლობაში იხეტიალა, რა არ გადახდა, ბოლოს და ბოლოს სახლში დაბრუნდა, ერთგული ქალი ელოდებოდა, შვილთან მივიდა და უთხრა, რომ მამა ვარ, შენი შვილმა უთხრა, რომ მოდი დავამარცხოთ ისინი, რომლებმაც ჩვენი სახლი გააპარტახეს. ის თავის შვილთან, სულიერ შვილთან მიდის, შეიძლება ითქვას, და როდესაც ელაპარაკება, ჯერ არ არის ამაზე ვთქვათ, ეს ფილოსოფიური საუბრები არ არის მან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავისი ძმის ანარეკლის მიერ, ან ვთქვათ, ესე ტყუპის ცალივი ძმის მიერ დაგებულ ხაფანგში ხვდება და კვდება. კლავენ. და რაც მთავარია, ყველაზე ცუდი კიდევ აი ეს რაც ჩემთვის ამან დატოვა. ხო, ის დგება ძალიან კეთილშობილურად იქცევა, რა თქმა უნდა, ძალიან კეთილშობილად. ისე უბნება, რომ ფული არ აიღო ამაში, იმიტომ რომ ეს დაგტანჯავს შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე მოგიგვალებ ამ პრობლემას, რომ შენ ეს ამბავი არ გქონდეს, მიდის და ზღვაში ხდება. ხო? ანუ დათა თუთაშხიას კვალიც არა. ან თავშულსაც აცილებს იმას, რაც კი, ეს ერთი, მაგრამ დათა თუთაშხიას კვალი აღარ რჩება ამ ქვეყანაზე. სამწუხაროდ და არა მარტო. კიდე ამბობს მე ხო იმ ცოლშულზეც რომ მიდიან ისინი. მართალია სამსახურიდან დიდი ხნის გადამდგარი ვიყავი, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობდა მოვლენათა მსვლელობას ადამიანთა ბიოგრაფიებს დღემდე დიდი გულისხმობით ვადევნებ თვალს. გუდუ პერტიას სახელი არსად შემხვედრია. ამას წინათ შემემთხვა შემთხვევა მომეცა იქაურ კაცთან ბეჩუნი პერტია და მისი შვილი ვიკითხე. სადღაც გადასახლებულთან სამშობლოსთან ყოველგვარი კავშირი გაუწყვეტიათ
და მათი ამბავი არავინ იცის. ხო, ამას ანუ თან რა არის ოდისევსი რატო ვამბობ, რა ოდისევსი ვინ არის? ოდისევსი არის ის, რომელიც იბრუნებს, ესე რომ ვთქვათ, თავის სამშობლოს. და რა მისი ოცნება რა არის, რომ აი სამშობლოს კვამლი დამანახე და ისე მომკალი. ერთი პატარა ბორცვი მინდა მშობლიური თაკაზე და მეტი არაფერი, ანუ რო დარჩეს თავის სამშობლოსთან. რათაშხია არ რჩება, არც მისი, ესე რომ ვთქვათ, სულიერი გამგრძელებლები რჩებიან. ეს საშინელი პესიმიზმი არის და თან ძალიან მომწონს ეს წიგნი და თან ამავდროულად მიტოვებს აი ამ განცდას, რომ ჩვენ ქართველებმა ეს უნდა დავძლიოთ. ანუ უნდა ვიფიქროთ იმაზე, არა მარტო იმაზე თუ როგორ და მართლაც ესეა ხო, ანუ მართლაც ღირსეული კაცია ხო, არ ეშლება არაფერი, როგორ იქცევა, ეხმარება ადამიანებს, ხელს გაუმართავს, რაღაცა შემთხვევებში ცოტა გულშათხრობილია და თავის ნათქვამაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ, იდეა ჩემი აზრით, ამ წიგნს სჭირდება რაღაც მეორე ნაწილი, სადაც შეიძლება რომ მართლაც გაჩნდეს იდეა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება არა მარტო ერთი ადამიანი იყოს ზნეობრივი და დარჩეს სიკვდილამდე, არამედ მთელი სახელმწიფო. და აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ საქართველოში სულ არის გავრცელებული ეს იდეა, რომ პოლიტიკა ეს ბინძურია. რომ პოლიტიკაში გარეული ადამიანი ყოველთვის ბინძური იქნება და გააბინძურებს ყველაფერს. არა, ჩვენ პოლიტიკაც უნდა გავწმინდოთ ამ ბინძური აზრისაგან, რომ პოლიტიკა სინამდვილეში უმაღლესი ხელოვნებაა, რომლის საშუალებითაც ადამიანთა ბედნიერება და ზნეობრიობა იქმნება. მეც ამოვიწერე ციტატა, რომელიც არის რეცეპტივით. როგორ გამოდის სიჩუმე დაარღვია შალითურმა. სანამ კავკასიაში შენი ფუნქცია არ შეიქმნება, იქამდის ქართველებისთვის სახელმწიფო ფაფუ დაუდასტურა კარიძემ. შეიძლება წიგნი პესიმისტურია, მაგრამ ეს ციტატა რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? ყველა ქვეყანას აქვს თავისი რაღაც დოქტრინა, აქვს თავისი ასევე გეოპოლიტიკური ფუნქცია და აქვს თავისი შეთავაზება დანარჩენი სამყაროს მიმართ და აი ამ გვინდა არ გვინდა გლობალიზაციის პირობებში საქართველოსაც ჭირდება პირველ რიგში გაითავისოს, რომ უბრალოდ ლამაზები, კარგები, ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ, არ არის არანაირი შეთავაზება, ხო? და ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ძალიან ბევრი რამ. თუ გვაჯერებენ იმას, რომ აქედან არაფერი არ გამოვა, არ დადგება, რაც თქვენ თქვით, რომ აი გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი, ხო? შეგვიძლია ჩვენი ინტელექტუალური თუ არა მარტო ინტელექტუალური რესურსი შევთავაზოთ მსოფლიოს, ხო? ბევრი რამე შეიძლება იყოს საამაყო. ერი, რომელსაც ჩააგონებენ, რომ მათგან არაფერი დადგება. რომ ისინი არაფერს არ წყვეტენ, არც საკუთარი თავისთვის და არც სოფლიოსთვის ვერ გადარჩება. იმიტომ როგორც ადამიანს ჭირდება დილით იმედი, რისთვის დგება, რისთვის ასწავლის, რისთვის კითხულობს, რისთვის სწავლობს, ან რისთვის მუშაობს, ასე ჭირდება ქვეყანასაც საითმიდის და როგორ შეიძლება რომ იყოს კარგი. არ შეიძლება ქვეყანას, რომლის ლიდერიც თუ არაფორმალური მართველი, ფეოდალი თუ საკუთარი არქიფო ამბობს, რომ ეს არის პატარა ქვეყანა, არავინ არაფერს არ ეკითხებოდა, არ შეეკითხება და არანაირი ფუნქცია არ შეიძლება კონდეს, ამის დაჯერება ჩვენ ზუსტად აიმ პესიმიზმში ჩაგვტოვებს და ის რომ თქვენც თქვით, რომ მეორე წიგნია დასაწერი, ეს ასე ხდება. ლიტერატურა და კინო ზოგჯერ ქმნის რეალობას ვირტუალურს, რომელიც მე შეიძლება იქცეს ნამდვილ რეალობად, ანუ როდეს ეს არის როგორც აი ეკონომიკაში თუ იძახი რომ ვიქცევით, მე ეს მოქმედებს ნამდვილ ეკონომიკაზე და ასე არის ზუსტად სოფხედველობაც, ხო, თუ ბავშვს აჯერებ რომ მისგან არაფერი არ გამოვა და ჩვენ როგორც ძალიან კარგად აღნიშნეთ რაღაც ინფანტილიზმში ჩარჩენილი ადამიანების ერთობლიობა ვართ, უნდა დავიჯეროთ რომ დიახ გამოგვივა ყველაფერი, არსებობს ბევრი პატარა ერი რომელსაც გამოუვიდა ეს სიპატარავე, სიცოტავე და ტერიტორიული სირთულე არ უნდა იყოს ჩვენთვის შემზღუდავი რაღაცაში. ხო, აი ხა ნორვეგიის ელჩი გავიცანი და ვეუბნები, რომ აი პატარა ქვეყანა, მაგრამ როგორი ძლიერი და როგორ შეძლო რომ კონდეს ნავთობი და არ იყოს კორუმპირებული. ესე იგი, სადაც ერთგან რაღაც მოხდა, ესე იგი შესაძლებელია ასეთი რამ თეორიულად. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მგონია რომ აი ლიტერატურაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ლიტერატურა ხშირ შემთხვევაში
ისეთი ერებისთვის, როგორც ჩვენ ქართველები ვართ, აასრულებს ფილოსოფიის და სოციალური მეცნიერებების როლს. ხო და ეს არა მარტო ჩვენთან არის, ხო ახლა მაგალითად გავრცელებული აზრი არის, ენგელსი სადღაც ამბობს, რომ ბალზაკის თხზულებებიდან ბევრად უკეთესად ვისწავლე ფრანგული ეკონომიკა, ვიდრე ფრანგი ეკონომისტებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ არის, როდესაც ვიწყებდით ხო ლაპარაკს, მაგიტომაც ვამბობ, რომ ამას სარგებელი უნდა მოქონდეს და ეს მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება არ უნდა იყოს. ჩვენმა ლიტერატურამ მაინც მოახერხა და ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემების დამუშავება, გარკვეული, პრობლემების დაყენება ყოველ შემთხვევაში შეძლო. ეს მწერლები, რომლებიც ჩვენ გვყავს ყველანი, ხო? რაღაცა პრობლემებს გვთავაზობენ და ამ პრობლემებზე ბჭობენ, ისინი გადაწყვეტენ თუ არ გადაწყვეტენ ამ პრობლემებს და ვეთანხმებით თუ არა მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ან გადაწყვეტებს, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, რომ დასმული საკითხები და გაშლილი საკითხები, რომლებიც არსებობს, ჩვენ თვითონ კიდევ თავიდან გადავამუშაოთ და უფრო ექსპლიციტურად, რაღაც ფილოსოფიურად და არა მარტო ფილოსოფიურად, ხო, ფილოსოფია დაისახსრა ძველი ბერძნული აზროვნებიდან, მერე ყველა იმ მეცნიერებად, რომლებიც დღეს გვაქვს. აი მთლიანად შევძლოთ და ეს პრობლემები მთლიანად გადავამუშაოთ სახელმწიფოში, აი მერთობაში, რომელიც მე უკვე აღარ მოგცემს იმ წარმოდგენას, ესე რომ ვთქვათ, რომ სახელმწიფო არის სალაფავით სავსე ქვაბი, რომელზეც ჩვენი ჭიპლარი უნდა მივაერთოთ. და პატიოსანი კაცი კი განწირულია იმისათვის, რომ აი პატიოსანი ცხოვრებით იცხოვროს მთელი ცხოვრება, რაღაცა ქრისტეს გზა გაიაროს და მერე მაინც პატიოსნად დაამთავროს, ხო და ნამდვილად ასეა და თუ ჩვენ დღეს ვართ მდგომარეობაში უნივერსიტეტების დეფორმის სტადიაში, როდესაც აზროვნებას თუ ჩვენი კვაზი სახელმწიფო გვიგრძალავს, მათ ჯინაზე ყველა შევიდეთ აზროვნების პროცესში და სწორედ ეს გადაგვარჩენთ. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩვენ მაყურებელს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოგწერეთ თქვენი რეკომენდაციები, შენიშვნები, სასურველი სტუმრების ნუსხაც და ასევე ძალიან დიდი მადლობა მთის წყალს ჩვენი გადაცემის სპონსორობისთვის. გემშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე.